ისტორიამ შემოგვინახა ქართველი ქალის განსაცვიფრებელი და სევდიანი ამბავი. მერვე საუკუნეში ქართლის ერისმთავარს არჩილს მშვენიერი ქალიშვილი შუშანი ჰყავდა. მისი სილამაზის ამბავი შეიტყო ხაზართა ხაკანმა და მოციქული გაუგზავნა შუშანიკის ოჯახს. დამოყრება და არაბების წინააღმდეგ დახმარება აღუთქვა. მათ ხაზართა ხაკანს უარი შეუთვალეს, თვით შუშანიც წინააღმდეგი იყო. 764 წელს ხაზართა ხაკანი უზარმაზარი ურდოთი შემოესია ქართლს. ამ დროს არჩილი გარდაცვლილი იყო. ხაზარებს წინააღმდეგობა მისმა ვაჟმა, ჯუანშერმა გაუწია. ეღე კახეთის ციხესიმაგრეებში გამაგრდა. რამდენიმე დღის ალყისა და იერიშის შემდეგ ხაზარებმა ციხე აიღეს. ჯუანშერი და შუშანი ტყვედ ჩაიგდეს და ისინი ხაზარეთის ხაკანს გაუგზავნეს. არაგვის კართან, სადაც ქართული მიწა მთავრდებოდა, შუშანმა შესვენება ითხოვა. მან ძმა გაინაპირა და მშვიდად უთხრა, რომ ხაზართა ხაკანის ცოლობას სიკვდილი ერჩია. არაფერი შეგვატყო, ძმაო, რამე თუ შემოგცქერიან. ახლა უნდა მოვკვდე, რამე თუ ამის შემდეგ ქართული მიწა თავდება. ხელზე ოქროს ბეჭედი ჰქონდა შუშანს დიდი საფირონის თვლით. იგი პირით მისწვდა ბეჭედს, თვალი ამოაგდო და საწამლავი დალია. წამსვე ძმის ხელებში დაეშვა მკვდარი. შუშანი იქვე დაკრძალეს ქართული მიწის განსადრეკელზე.